Სტუმარი გიორგი გამსახურდია იქნება, რომელიც ახლა სტუდიაში შემოგვიერთება, მასთან ვისაუბრებთ პოლიტიკურ პროცესებზე, როგორ განვითარდება მოვლენები და პირველ რიგში რა თქმა უნდა კანდიდატის სტატუსი, ვინაიდან კვირაზე ნაკლები დრო რჩება, სანამ ევროკომისია საბოლოოდ გამოაქვეყნებს დასკვნას, რომელთაც უნდა გაირკვეს აძლევს თუ არა საქართველოს რეკომენდაცია სტატუსთან დაკავშირებით. მოგესალმებით, მადლობა გიორგი, რომ ჩვენი სტუმარი ხართ. რა მოლოდინი გაქვთ პროცესების განვითარების? Ну, პირველ რიგში მინდა დავეთანხმო იმას, რომ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ. მეც მაგის მოლოდინი მაქვს. უბრალოდ სხვა მოსემულობას მე პირადად ვერ ვხედავ. ყველა პარამეტრებით ჩვენი ქვეყანა და ჩვენი გუნდის მიერ მიღწეული შედეგები ამას ითვალისწინებს და ეს არის თვალშისაცემი და ხელშესახები შედეგი, მაგრამ დავეთანხმები ასევე იმ ადამიანების მოსაზრებას, თუ მაინც წავიდნენ მაგ გზით და არ მოგცემენ, ეს უკვე ძალიან ცუდი პროცესების გამომწვევი იქნება ჩვენთვისაც და ზოგადად გულისხმობთ რასელით. რადიკალური ოპოზიციის გააქტიურებას, აი როგორც მიშელმა თქვა, რომ სააკაშვილის გარშემო ან სალომეს გარშემო ან არა მე ასევე ჩემი აზრია რომ ნაციონალურ მოძრაობას არ აქვს პოლიტიკური რესურსი რაღაც ახალ მოცემულობას ქმნიან ავიღოთ ეს კახარია ლელო და ეს ადამიანები ხო და ალბათ რა ვიცი ან სალომეს ჩაუყენებენ ამას სათავეში ან რაღაცას მაგრამ რაღაც ის ჭირდებათ რაღაც ასე ვთქვათ ნაპერწკალი ბიცკირო აი ეს ყველაფერი გადაიტანონ რაღაც რადიკალიზაციის პროცესში ხო ეს სტატუსზე უარი იქნებოდა ალბათ მათთვის იდეალური ვარიანტი ერთადერთი ეს მე მაინც თავში მაქვს ჩარჩენილი აი თუ ეს არ მოხდა და მაინც დადებითი გადაწყვეტილება მიიღო ევროკომისიამ მაშინ აი გამორიცხულია ყველანაირად მაგათი ისედაც დამთავრებულია მაგათი მოგება არის ახლა ლაპარაკობენ გარკვეულ დათქმებზე გარკვეულ პირობებზე და პირობებსაც აყენებენ პრინციპში რომ ეგ უკვე სიტყვებით მანიპულაცია ქალბატონო მაგდა ეგ არის სიტყვებით მანიპულაცია იქ არანაირი დათქმა და გადათქმა აღარ არის ახლა ეგ რა ვიცი ხა მე ეგეთი რაღაცა არ წარმომიდგენია თუ გვაძლევენ რას ქვია დათქმა და გადმოთქმა ხო მაგრამ მაქსიმალურად ახლა აი ჩემი მეგობარი შემხვდა და აქ საუბრობდით ახლა რომ აი რაღაც 170 ის ყოფილა კაცო არასამთავრობო ორგანიზაცია მართლა არ მეგონა 170 არასამთავრობო ხო რაღაცა მიიღეს ანუ თვითონაც უნდათ ამ პროცესში რაღაც ანუ აქედან პოლიტიკურ დივიდენდებს ელოდებიან ეგენიც ხო გიორგი მოდი ვისაუბროთ ვის რა როლი აქვს ამ პროცესში ვისაუბროთ მაგალითად პრეზიდენტზე რომელმაც თქვა რომ უცნება ყველაფერს აკეთებს სტატუსის საწინააღმდეგოდ ოპოზიციას ქონდა და რაში გამოიხატება იქ საწინააღმდეგოდ რაში გამოიხატება მაგალითად სალომე ზურაბიშვილი ხშირად ამბობს ხოლმე რომ ხელისუფლების რიტორიკა ხშირად ემთხვევა კრემლის რიტორიკას აი ბოლოს ასეც კი გააკრიტიკა ბატონ გიორგი სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე რიტორიკა არის ხელისუფლების დღევანდელ დღეს და ზურაბიშვილს ეს ინტერესი არ აქვს აი რაში გამოიხატება სახელმწიფოს მხრიდან ქვეყნის დამაზიანებელი პოლიტიკა რომ პოლიგონად არ გავხდით რომ ისა მეორე ფრონტი არ გავხსენით რომ სისხლში არ ვაბანავეთ ჩვენი კიდე ერთი მომავალი თაობა ეს არის სახელმწიფო ინტერესის წინააღმდეგ წასვლა ეს არის ანუ რა უნდა გვექნა ჩვენ დღევანდელ მოცემულობაში რა უნდა გვექნა აი ამ სიტუაციაში რაც ზოგადად მსოფლიოში მიმდინარეობს ჩვენ რეგიონში პროცესები ვითარდება აი რა მოცემულობას გვთავაზობენ რა უნდა გვექნა მაინტერესებთ ან სად არის მაგის რესურსი, სად არის მაგის საშუალება, ან ვინ არის შენ გვერდით მაგ პროცესში ვინ მოყვება, ხო? ხო ვნახეთ, ხო? ეს ყველაფერი, ხო? კიდევ ერთი საინტერესო შეფუთვა, რომელიც მაგალითად არასამთავრობო სექტორმა მოუფიქრა ამ შესაძლო სტატუსს, ეს არის ის, რომ რა თქმა უნდა სტატუსი ხალხს ეკუთვნის და ეს ხალხის მონაპოვარია, მაგრამ ასევე სტატუსს გვაძლევენ იმიტომ, რომ რუსული გავლენა შეასუსტონ ქვეყანაში და ასე თქვა სასჯელი იქნება ეს ქართული ოცნების. ხო, ეს დეზინფორმაციული ფონი ახლა რაც ახლა TV პირველს და იმას აქვს, რა ქვია, თავარს ნარატივი, ეს დეზინფორმაციული ფონი იქნება არჩევნებამდეც, არჩევნების მერეც აი მიშამ სწორი აზრი გამოთქვა რომ მე არჩევნების პროცესს დააყენებენ კითხვის ნიშნის ქვეშ არალეგიტიმაცია
სხვა შორის მე ერთი არ მინდა ახლა მე დავასახელო იმ ადამიანის გვარი დასახელი მაგ ჩვენი ევროპელი ასე ვთქვათ კოლეგაა და მაგან სააკაშვილის მთავრობის შეცვლის მერე ესეთი პოზიცია დააფიქსირა ასევე ჩემ მეგობართან პოლიტიკოსია ცნობილი რომ მიშას ეუბნება რომ ისაუბრა ხო იქ შეხვედრაზე რა რომ შენ ახლა უნდა ადგიო და ალტერნატიული მთავრობა უნდა შექმნაო ანუ ეს ჯერ კიდე მაშინ იმიდან მოსირებს მაგრამ 20-20-ის არჩევნებზე არ იმუშავა, არც პარლამენტის ბოიკოტმა იმუშავა, არც არალეგიტიმურად გამოსულა. თავიდან შეეცდებიან რომ მეორე წელზე წავიდნენ. მიშამ რომ მოყვა, იგივე აი ეს ფარას კანონი, ხო? ეხლა არახამია ანონსებს ეს ბოდიში თქვენთან და ეს დეგენერატი, ხო? ანონსებს რომ ისაურა, ქვიო, ეს რომ მივიღოთო. ანუ სლოვაკეთმა მიიღო პოლონეთში არის ეს კანონი. რანაირად ნებისმიერი პოლიტიკური ძალა იქ არის გამჭირვალე, საიდან რაზღებულობს ბოლო კაპიკამდე, ბოლო თეთრამდე. ანუ ჩვენ შემთხვევაში ხო, ანუ ეს დეზინფორმაცია, აი, ყველა რაც არ უნდა გააკეთო ეხლა შენ, კარგი, ცუდი, ხო, არ არსებობს იმას იმ соуს დაასხავენ სულ რა. იმიტომ რომ უნდათ რომ რაღაც სხვა მიმართულებით წავიდეს ჩვენი ქვეყანა, არ მინდა კიდე ეხლა რაღაცებზე კარტი გავხსნა. უნდათ რომ სხვა მიმართულებით წავიდეთ, უნდათ რომ აქ სასაკალაო იყოს. და ეს იგივე ჩვენი ეკონომიური წინსვლა განვითარება ხო მათთვის ეს არ გეგონოთ რომ რაღაცა მოსაწონი და თვალში აი არ აწყობთ ანუ ჩვენზე მოსაცემია ეს რაღაცა რასაც სააკაშვილის დროს აძლევდნენ მას და მის გუნდს ხო ის თანხას უექნება თქო უნდა იყო მაგათზე მიბმული და მაგათ ინტერესზე და დღეს ახლა ირაკლის მთავრობა და პოლიტიკური გუნდი ხო ვინების ვიძინა მოიყვანა ხო ისინი არიან ქართული ინტერესიდან გამოდიან და იმათ არ უნდათ რომ შენ რასაც დაგიკვეთავენ ამ იმაში იყო ნარატივში ხო? გასაგებია. წეგან თქვენ ახსენეთ გაყვრით რომ შემდეგი ეტაპი თუ ჩვენ კანდიდატის სტატუსი გვექნა არის არჩევნებზე, როდესაც ოპოზიცია დაიწყებს წინასწარვე, რომ არის გახალხებული. ეხლავე დაიწყებენ, აი დაანონსებენ უკვე შემდეგი წელი. საბოლოოში მაშინ რა შედეგი უნდა დადგეს იმისთვის რომ აი რადიკალური ფლანგი გაჩერდეს და აღარ იყოს ის турბულენტობა, რაც გვაქვს ყოველ შემოდგომასა და გაზაფხულზე როგორც წესი. ნუ ჩემი აზრით ძალიან ძნელია ახლა პასუხი აგო ნაცების და მაგათ ქმედებებზე მაგრამ ნუ ფიქრობ რომ რაღაცა ხალხი საზოგადოება უკვე იმ დონეზე მომწიფდა და იმ დონეზე არის ამ ყველაფერში გათვითცნობიერებული და ნახა ოცნების პოლიტიკა რეალურად რას ემსახურება რომ ამაზე ან ხალხის მხარდაჭერა აი მასის მხარდაჭერა არ ექნება ხა ყველას ვიცნობ ხო ყველა პოლიტიკურ ძალასთან რაღაცა შეხების წერტილი მაქვს. ნუ თვითონ არ არიან და მაგაში დარწმუნებული და ხალხს კიდე ეს არ უნდა ეს რაღაცა რყევა. ხალხს უნდა სტაბილურობა, განვითარება და ეს ხაზი მიყავს დღევანდელ ხელისუფლებას. ოპოზიციურ ფლანგზე ახლა ბევრი სუბიექტია და ბევრი პოტენციური ალიანსის შესაძლებლობაც არის. ხო ლაპარაკია ზურაბიშვილის ირგვლივ თორშეთ ლომჯარია, გახარიას გარკვეულ გაერთიანებაზე, ნიკა გვარამიას თავისი გეგმები ხო პერსპექტივა ვისაა. გიორგი გახარიაზე მე ძალიან კარგად ვიცნობ მე მაგ ადამიანს და გიორგი გახარიაზე არ ვიტყვი ხა მე იმას ეს ფაქტია, ჩემი შეხედულება არ არის. საქართველოში ხალხის მენტალიტეტში მოღალატე ადამიანი არ ფასობს. ეს ფაქტია, ხო და რაც მაგან გააკეთა, ხო, რა ვიცი, რაც კიტოვარმა გააკეთა, უბრალოდ დღეს არ ქონდა იმის საშუალება, რომ რა ვიცი, ხა იარაღით ჩამოვეგდეთ, ხო, მაგრამ ზუსტად იგივე, ანუ ღალატი არის ღალატი. პოლიტიკური მომავალი არის. ეხლა მე ვახშე ისა ხაზარაძე არ ვიცი ვის შეკრიბავს იქ და გვარამია რომელიც ახალ შესაძლებლობებს პირდება. ხო, ნიკას ხო, რა ვიცი, ნიკას მეც გავიგერო რაღაც ამბიციები, მაგრამ მაქსო კულტურის მქონე ადამიანს არ მიიღებს საზოგადოება ხა არ გავხსნი რაღაც კარტებს რა და მე ესე მგონია რა. და მელიას გუნდის გასვლა თუ არის პერსპექტიული? ნუ ჯერჯერობით რა ვიცი ხა ნიკას აქტიურობა მე არ მინახია ჯერს მელიასი. ნუ იქ სხვადასხვა ძალებია იქ ნაციონალებშიც ხა ეს ხაბეიშვილი სანტერსა გადაწყვეტილებებს ვინ იღებს საბოლოო ჯამში ხო არჩევნებისთვის უნდა მოემზადონ სია უნდა შედგეს ხო ეს ცალკე ეტენება ამ ნაციონალურ მოძრაობის თემაში მიშა
ის კეზერაშვილი იქიდან ცალკე ეტენება, ვანო აქედან ცალკე ეტენება. ხო და ჯერ აი რაღაც, მაგრამ აი რაღაც მოუნადირებელი დათვის ტყავის გაყოფის თემა არის რა, რაღაცა. ანუ საბოლოო ჯამში თქვენ ამბობთ, რომ უნდა გაირკვეს ვის რა წილი ერგება ნაციონალური მოძრაობისგან და ამის შემდეგ გამოიკვეთება ფავორიტი ოპოზიციის. თქვენ ხო უყურებთ, ხა მე ძალიან იშვიათად ჩამოვდივარ და თქვენ ახლა აქტიურად უყურებთ ამ პოლიტიკურ პროცესებს, ახლა ანალიზის უნარიც აქვს, უფრო მეტი ინფორმაცია გაქვს და ნუ ეს ფაქტი არის რა, ახლა ნაც მოძრაობას არ აყავს ერთი თავი რა, ანუ ისინი ყავს რა, ანუ თავისი ინტერესი აქვს ახლა იმასაც, კეზერასაც, ვანოსაც. ხო, ნუ ეს კომიკური კაცია ახლა ხაბეიშვილზე რა უნდა ვილაპარაკო ხო ახლა. ესე იგი, ჩემ სოციალურ ქსელში რაღაცებს წერ ხოლმე მაგაზე, მაგრამ ახლა მაგას თქვენთან ეთერში ვერ ვიტყვი. ასე კი, დიდი მადლობა გიორგი გამსახურდია იყო ჩვენი სტუმარი.